დაუბრუნდებით თელავს, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ქალაქში ჩავიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. ჟანა დიდებაშვილი დეტალებით კახეთიდან. სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ზარალი დიდი ასეთია პირველი შეფასება, მას შემდეგ რაც თელავი სტიქიის ზონად არის ქცეული. როგორც იცით, ერთხელ კიდევ შევახსენებ მაყურებელს, რომ შუაღამისას ადით და მდინარე თელავის ხევი დატოვა კალაპოტი და რის შემდეგაც გადმოვიდა ნაპირზე და დათბორა მოსახლეობის სარდაფები, პირველი სართულები, საცხოვრებელი სახლის მაღაზიები, კომერციული ობიექტები და კლინიკები. ადგილზე დილიდან მობილიზებული არიან სახელმწიფო უწყებები. ადგილზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი და რეგიონის ხელისუფლება. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს ნაპირგამაგრებითი სამუშაოები. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მდინარის ნაწილის კალაპოტში დაბრუნება მოხერხდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ისინი ამბობენ, რომ დატბორილი სადარბაზოებიდან და სარდაფებიდან დამოუკიდებლად წყლის ამოტვრის სამუშაოებს ვერ შეძლებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირველ რიგში მოხდება ინფრასტრუქტურის გაწმენდა და შემდეგ უკვე მოსახლეობას აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. რაც შეეხება კომუნიკაციებს, სტიქიამ კომუნიკაციებიც დააზიანა. მოსახლეობის ნაწილს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა ნაწილისთვის უკვე მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, ასევეა ბუნებრივ აირთან დაკავშირებითაც ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში. 3:30-დან ეს ამბავი იყო, საღამოს დაიწყო წვიმა და 3:30-დან უკვე ადიდდა და სამაშველო სამსახურები იყო მოსული, მაგრამ დილით უკვე ადრე 7-8 საათზე გადმოვიდა და ეს ლოდებიც მოიტანა. და ეხლა ველოდებით სამაშველო სამსახურს, რომ ეს დატბორილი წყალი ამოტოვოს. ამხელა ლოდები ყრია და ან ვინმე ცუდად რო გახდეს ასტრაფოსაც ვერ გამოიძახებს ადამიანი, ესეთ სიტუაცია არის. ამ დროისთვის თელავში ალაზის გამზირზე ზირთად მოსახლეობას ზავლის მიწოდება აღდგენილი აქვს. არის დაზიანებული კავკასიონის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზები და ელსაგდანები, რომელზეც მასიურად მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები და თელავის სერვის ცენტრის ელექტროჯოზია თელავის სერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი სრულად მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები, რომელსაც რა თქმა უნდა წყლის დონის დაწევის შემდგომ მოვახერხებთ ელექტროენერგიის აღდგენას. საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა ჩატარდა, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, ყველა უწყება წარმოდგენილია. უწყოთ რეჟიმში მიმდინარეობს საკითხის გადაჭრაზე მსჯელობა, იყოფა დაზიანებული ადგილი სექტორებად, სექციებად, ნაწილდება შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს ინტენსიურად სამუშაოები და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ რაც შეიძლება დროის უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. არის სერიოზულად დაზიანებული ცენტრალური ქუჩა. ეს ახლა ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართული არის. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის, რაც ახლა ჩვენ თელავში, რასაც ყველანი ერთად ვუყურებთ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიცხვს. სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილია საგანგებო შტაბი. ადგილზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შტაბი მუშაობს საველე პირობებში და ადგილზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. კახეთიდან ჟანა დიდებაშვილი საუბრობდა.